საკადრო ცვლილება ბათუმის მერიაში თანამდებობები დატოვეს ერთი შეპესეს და სამი აიპის ხელმძღვანელმა ჯანი ვარშალომიძემ, არმაზ ვარშალომიძემ, გელა დეკანაძემ და ნათია სურგულაძემ. თემას ახლა პირდაპირ ეთერში გიორგი წეროძე განაგრძობს. გიორგი, ვინ დაიკავა ვაკანტური ადგილები და რა მიზეზით გათავისუფლდა 4 სამსახურის ხელმძღვანელი? სანამ დაკავებულ ვაკანტურ თანამდებობებზე გეტყოდე, რამე მანამდე გაგაცნობთ ბათუმის მერის განცხადებას. ბათუმის მერი აიპის ხელმძღვანელების თანამდებობიდან გათავისუფლებას სიახლის აუცილებლობით ხსნის. გიორგი ერმაკოვი აცხადებს, რომ მან გამოიყენა მერის უფლება, ერთპიროვნულად გადაეწყვიტა ეს საკითხი და ასევე ერთპიროვნულად შეერჩია აღნიშნულ ვაკანსიებზე კადრები. ეს არის მერის გადაწყვეტილება, ამას გააჩნია თავის ობიექტური მიზეზები, ამიტომ გადაწყვეტილება ჩემს მიერ იქნა მიღებული. ვთვლი, რომ უფლებამოსილების ფარგლებს არ გავცილები ვარ, ვიმოქმედე კანონმდებლობით, ვიმოქმედე მერის სამსახურების და მერის ინტერესების გათვალისწინებით და ეს გადაწყვეტილება რაც მივიღე, მართებული მივიღე. გიორგი ერმაკოვი ასევე აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში მერიის დაქვემდებარებაში არსებული ყველა შეპესესა და აიპის საქმიანობის შესწავლა დაიწყება და ის არ გამორიცხავს, რომ შეიძლება ცვლილებები კიდევ განხორციელდეს. შევისწავლით უშუალოდ აიპებში არსებულ მდგომარეობას და აქედან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილება ზოგიერთ შემთხვევაში ოპტიმიზაციის შესახებ და ზოგიერთ შემთხვევაში თქვათ გამსხვილების და გაფართოების შესახებ. აიპები და შეპესეები, რომლებიც მერის დაფუძნებულია, უნდა იყოს ქმედითი, არ უნდა იყოს ქცეული ზედმეტწარმონაქმნად და დასაქმების ერთ-ერთ საშუალებად, როგორც ეს ადრე ხდებოდა. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, შევისწავლით ახალი ხელმძღვანელობის პირობებში. რაც შეეხება ცვლილებებს, მერის გადაწყვეტილებით თანამდებობა დატოვა შეპესე ბათუმის წყლის აიპების, ბათუმის კორპუსის, ბათუმის კულტურის ცენტრის და ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელებმა. თითოეულ მათგანს ჩვენ დღეს დაუკავშირდით. სატელეფონო ზარს არ უპასუხა ბათუმის წყლის ხელმძღვანელმა, ყოფილმა ხელმძღვანელმა ჯანი ვარშალომიძემ. არმაზ ვარშალომიძის თქმით კი იშვებულებაში იმყოფება, მას არ დაუწერია განცხადება სამსახურის დატოვების შესახებ. თანამშრომლებს დღეს დაემშვიდობა ნათია სურგულაძეც. რაც შეეხება გელა დეკანაძეს, მისი განცხადებით ის პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. დეკანაძე აცხადებს, რომ ის 15 აქციის ორგანიზების გამო დასაჯეს. განცხადება მე არ დამეწერია, ფაქტია, რომ ჩემი განთავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. მე ვარ რეგიონში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და ამასთანავე 15 ნოემბრის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი. 15 ნოემბერს აქციის ორგანიზებაში მივიღე მონაწილეობა და 17 ნოემბერს მერმა სასჯელის სახით გამანთავისუფლა. რაც შეეხება შეპესეებისა და აიპების ახალ ხელმძღვანელებს, ჯანი ვარშალომიძეს ალეკო მიქელაძე ჩაანაცვლებს. ბათუმის კორპუსის ხელმძღვანელის პოსტზე ზურა ნაკაიძე დაინიშნა. კულტურის ცენტრს ჯონი საბაშვილი უხელმძღვანელებს, ხოლო ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი დავით მიქაძე იქნება. ძალიან ბევრი კანდიდატი იყო და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ არჩევანი შეჩერდა ჩემზე. ძალიან დიდი მსჯელობა იყო, გამოცდილებას აქცევდნენ ყურადღებას და აი აქედან გამომდინარე უნდათ შეერჩიათ აი ეს კანდიდატურა და მე ძალიან მიხარია, რომ ჩემი შეჩერდა ეს არჩევანი და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მე გავამართლებ ამ მოლოდინს. არ იყო მოულოდნელი, რა თქმა უნდა განიხილებოდა ბევრი კანდიდატურა, შემდეგ შეჯერდნენ ჩემ კანდიდატურაზე, ალბათ, იმიტომ რომ მქონდა ბევრი გამოცდილება ამ სფეროში და გავამართლებ იმედებს. ბათუმის მერის შეპესეებისა და აიპების ახლად დანიშნული ხელმძღვანელები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უახლოეს დღეებში შეუდგებიან.